მოძალადე სპეცრაზმელებს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებს. მედია ვერ დაესწრება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების პროცესებს, რომლებსაც რეჟიმმა მხოლოდ ახლა დაადო ხელბორკილები. ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ისინი დანაშაულს აღიარებენ. ამ წუთებში კი მიმდინარეობს გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა. თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს საქალაქოში, რომელიც დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახუკა სასტიკი ძალადობიდან 2 წლის შემდეგ ორ სპეცრაზმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად პატიმრობა შეეფარდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დავალებების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირი, შესაბამისად მოქმედი თანამშრომელი, ხოლო მეორე პირი, რომელსაც სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა, იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. პროკურატურა ორივეს მიმართ პატიმრობას ითხოვდა და პროცესი ისე ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, რომ არც ერთ მათგანს ადვოკატი უფლებადამცველი არ ჰყოლია, როგორც ჩანს საკუთარი პოზიციები სასამართლოში თავადვე წარადგინეს ამ ადამიანებმა. მოსამართლემ კი, როგორც გითხარით, მათ პატიმრობა შეუფარდა. სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა რამდენიმე განმარტება გააკეთა ჩვენთან, თუმცა საქმის დეტალებთან დაკავშირებით ის ვერ საუბრობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ადვოკატებსაც გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი. პროკურორმა განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის გადაწყვეტილი, იქიდან გამომდინარე, რომ სპეცრაზმელების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასეთი იყო პროკურორის განმარტება. თუმცა რა უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს და რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეთ მათ, ცხადი ამაზე პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებია. ჩვენ დავინტერესდით შესაძლოა თუ არა ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით დადგეს სპეცრაზმის ყოფილი მაღალჩინოსნის ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე მირზა კეზევაძის პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურორი აღნიშნავს, რომ თუ კი საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთება ამ პირთა პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში დაინტერესდებიან მათი, თუმცა პირველ ეტაპზე დიდი ალბათობით თუ კი სურვილი ექნება, ამას პროკურორი აცხადებს, ლევან ხაბეიშვილსაც გამოკითხავენ, რომელმაც გუშინ სასამართლოს სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ პირადად ზვიად ხარაზიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც მასზე სასტიკი ძალადობის ფაქტებს ტელეფონით იღებდა და შემდგომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უგზავნიდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ განიხილა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორი ბრალდების შეიფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება პოზიციას, ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. სხდომის დახურვის მიზეზი გახდა პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქართველოს პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. მთელი ამ დროის პერიოდში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა არაერთი საპროცესო საგამოძიებო მოქმედება. სწორედ სცენებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები გახდა აღნიშნული პირების მიმართ სამართლებრივი დაწყების საფუძველი და ბუნებრივია თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულები, რომელთაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, ბუნებრივია მათ მიეცემა სამართლებრივი შეფასება. ლევან ხაბეიშვილი თავდაპირველად დაბარებული იქნა საგამოძიებო წყებაში, თუმცა მან თავისი სურვილი თუ არ განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე, ბუნებრივია თუ მას ექნება სურვილი მიიღოს გამოკითხვაში მონაწილეობა, ბუნებრივია ის გამოიკითხება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ ეპიზოდზეც მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მხოლოდ ერთ სპეცრაზმელს ყავს უფლებადამცველი, ხოლო ორი წინა პროცესის მსგავსად სასამართლოს სხდომაზე წარმოადგენს საკუთარი ინტერესებს და მათ უფლებადამცველები არ ყავთ. ამ შემთხვევაში პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას სამივე სპეცრაზმელის მიმართ და წინა პრეცედენტის გათვალისწინებით დიდი ალბათობით სასამართლო კვლავ მათ მიმართაც უმკაცრეს აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს. აღიარებენ თუ არა ამ ჯგუფში ჩარიცხული სპეცრაზმელები ბრალს სრულყოფილად ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროცესი დასრულდება. საინტერესოა რა იქნება პროკურორის განმარტება, ასევე რა სიტყვის ერთი უფლებადამცველი, რომელიც ახლა სხდომათა
დარბაზში არის და შეძლებენ თუ არა გააჟღერონ მათ შორის სპეცრაზმელების პოზიციებიც.